ეთერში ბრუნდება. აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ ღურტაში ჰესის მშენებლობა ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი მთავრობა პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს და მათ ისეთი მემორანდუმს თავაზობს, რომლის პირობებიც ადგილობრივებისათვის მიუღებელია. აქციის მონაწილეების თქმით, მაღალმთიან აჭარაში ჰესის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან სოფელი მეწყერსაშის ზონაში მდებარეობს. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას ფლობს, თუმცა ამ დრომდე უცნობია შეხვდება თუ არა პრემიერ-მინისტრი მომიტინგეებს. აჭარის მთავრობაში ასევე განმარტავენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული პირობები ძალაში რჩება და საშიშროების შექმნის შემთხვევაში ხელისუფლება მოქალაქეების განსახლებას უზრუნველყოფს. დიდაჭარის ჰესის მშენებლობას ვაპროტესტებთ იმის გამო, რომ პირდაპირ ჩვენი სოფლის ბოლოზე შენდება ეს პროექტი და ვფიქრობთ, რომ დარწმუნებული ვართ ამაში, რომ საშიშროება ელის პირდაპირ სოფელს. ღარიბაშვილთან შეხვედრა თუ არ შეხვდეთ, შემდეგ რას აპირებთ? მე გადავწყვეტავთ მაგას რას გავაკეთებ. სახლობის განსახლება მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, ჩვენი პროტოკოლის სამსახურის უფროს დავუკავშირდი, შეეცდება პრემიერის პროტოკოლის სამსახურთან დაკავშირებას და თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამ მოქალაქეებთან შეხვედრის თაობაზე, აუცილებლად ვეტყვით.